საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში ნომერ მერვე საქალაქო ბიბლიოთეკაში სტუდენტთა სასწავლო სამეცნიერო ღია კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობა უკრაინის პერსონალის მართვის საერთაშორისო აკადემიის სტუდენტებმა მიიღეს. პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასული სტუდენტები სიგელებითა და ფულადი ჯილდოებით ასაჩუქრდნენ. სტუდენტური კონფერენცია სასწავლო პროცესის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ტარდება წელიწადში ორჯერ. კონფერენციები ხელს უწყობს სტუდენტების ინტელექტუალური დონის განვითარებას და ამაღლებას. ჩვენი გამარჯვებული თემები წინა წლებში გამარჯვებულები წარდგენილი იყვნენ თბილისისა და კიევის საერთაშორისო კონფერენციაზე, სადაც ასევე აჩვენეს მნიშვნელოვანი შედეგები. უკვე ტრადიციულად იქცა ჩვენს ბიბლიოთეკაში სამეცნიერო კონფერენციის მოწყობა და დღეს ჩვენთან პარტნიორი ორგანიზაციები არის უკრაინის სასწავლო უნივერსიტეტი და მისი სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები. კონფერენციას დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან კიდევ უფრო ვამყარებთ და ვამტკიცებს პარტნიორ ურთიერთობას და ვაახლოებთ მოსწავლე ახალგაზრდობას წიგნებთან და ბიბლიოთეკასთან. პერფორმანსით გამოეხმაურნენ ბიბლიოთეკის კვირეულს ნომერ 25 ფილიალის აქტიური მკითხველები. ფანდურზე, სალამურსა და გიტარაზე შესრულებულმა პატრიოტულმა და სატრფიალო ხასიათის სიმღერებმა მსმენელის მოწონება დაიმსახურა. მუსიკალური პერფორმანსით ჩვენ შევეცადეთ ბავშვები გაგვიხადა უფრო შინაგანად თავისუფლები და მაქსიმალურად შევეცადეთ მაქსიმალურად გამოევრინებინათ თავიანთი შესაძლებლობები. ისეთი ინსტიტუციები, როგორიც არის ბაღის სკოლა, ჩვენ გვინდა თუ არა გარკვეულ სტერეოტიპებს გულისხმობს და ჩვენ შევეცადეთ გარკვეულად დაგვემსხვრია სტერეოტიპები. მე-14 საჯარო ბიბლიოთეკის ფილიალის მკითხველები მწერალსა და ჟურნალისტს ლია გვენეტაძეს შეხვდნენ. შემოქმედმა მათ საკუთარი ლექსები წაუკითხა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. მე მომეცა საშუალება იმისა, რომ უშუალოდ შევხედოდი ჩემს კითხვას, ვფიქრობ, რომ ასეთი შეხვედრები უფრო ინტენსიურად უნდა ტარდებოდეს და არა მარტო კვირეულის ფარგლებში, ისედაც იმიტომ რომ ახალგაზრდობის დაახლოება მწერლობასთან ვფიქრობ ესეთი საშუალო საქმეა და ასევე ძალიან კარგი იქნება თუ ეს ტენდენცია სკოლებშიც გადაინაცვლებს. ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკის ყველა ფილიალში საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართა.